დილა მშვიდობის. დღეს მინდა დავკავდე აირით. ეს არის მსხვილფოთლოვანი ჰორტენზია. და ეხლა ესე 15 ივლისამდე ზუსტად ის პერიოდია, როდესაც აკალმებენ ჰორტენზიას, ამრავლებენ. ჰორტენზია მრავლდება ვარდივით. შეიძლება კალმები ავჭრათ. და ამ წინებზე YouTube-ზე ვუყურე, მთლიან ტოტებს შეიძლება დაირგას, ტოტითაც მრავლდებაო. და ეხლა მინდა ჩავატარო ექსპერიმენტი წერს და ტოტებით გავამრავლო, რომ ტოტით უფრო მალე იზრდება. გაჩვენებთ მე შარშან ჩავაკალმე კალმებით. ხო და ძალიან პატარებია, რა ვიცი, როდის დაიზრდება. ის იჭრება 2 კვირტი უნდა დავუტოვოთ და 2 კვირტი მე მიწაში. 1 კვირტი მაღლა რჩება და ამოდის მშვენივრად მე ამ კვირტებიდან ახალი ყლორტები. მაგრამ დიდი დრო სჭირდება ამას. ეხლა ვცდი ტოტებით. გაჩვენებთ მე რა ტოტებს ავჭრე. ესე იგი, უნდა აიჭრას ის ტოტები, რომლებსაც ყვავილი არ აქვს. მაგალითად, აი აქ გვერდი და პატარა საერთოდ არც აქ გვჭირდება ეგ ძირში მოვაჭრი ამ ტოტს. ამ ტოტს ძირში მოვაჭრი, ყვავილი არ აქვს არაფერი და სრულებით არ არის ცოდო. აი ეს ტოტიც შეიძლება მოიჭრას. ავჭრი და გაჩვენებთ მე. გადავწყვიტე სხვა სახეობა არის კიდევ ეს ჰორტენზიის და ამ ჰორტენზიაზეც მინდა ავჭრა ტოტები. ესე იგი, ამ ვიდეოში ვეღარ მოვასწრებ გაჩვენოთ როგორ ჩავრგე. ალბათ დიდ ვიდეოს გადავიღებ. ეს ჰორტენზიაც ძალიან მომწონს. არ არის კლასიკური ფორმის ყვავილები, მაგრამ ლამაზი არის. ჭდილში როგორი კოხდა, მზეზე ეტყობა, ხუნდება. ცოტა კვება აკლია, რომ ფოთლები, შეიძლება ესეთი ჯიში არის, რომ პატარა ფოთლები აქვს, წვრილი ფოთლები. გასხვლასაც აქვს მნიშვნელობა, რამხელა